მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი კვასალია, თქვენ წინაშე წარმოვადგენ ბიბლიური ფასეულობათა კურსს. დღეს წარმოგიდგენთ საკითხს, რომლის სათაური გახლავთ ქრისტიანობის არსი, ქრისტიანობა როგორც ღირებულებითი საზომი. გარკვეულწილად ჩვენ უნდა შევაჯამოთ ის საუბრები, რომელიც ამ ხნის განმავლობაში წარმოებდა და უნდა რაღაცნაირად ყველაზე მნიშვნელოვანს შევეხოთ, ანუ რა არის ის პრინციპული, რაც ქრისტიანობას სხვაობს სხვა რელიგიებისაგან და ერთგვარად მის ექსკლუზივს წარმოადგენს. ერთ-ერთი თეოლოგი კასლანერი წერდა მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ 60-ან თუნდაც 80% იმ სიტყვებისა და წარმოდგენებისა, რასაც ღმერთზე ამბობენ, მართებული არ არის. რაც ჩვენ ვიცით ღმერთის შესახებ, ძალიან ცოტა, ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც მასზე არ ვიცით. ჩვენ ღმერთზე ბოლომდე სრული წარმოდგენა ვერაზოს გვექნება და ალბათ სწორედ ამიტომ ბასილი დიდი ხაზგასმით იტყვის გამოუთქმელი და ედუმილით იქნას პატივდებული. შეგვიძლია ვთქვათ, მხოლოდ ის, რაც ღმერთმა გვითხრა ჩვენ თავის თავზე, ამის შესახებ ჩვენ თავის დროზე აღვნიშნავდით, ამიტომ წარმოდგენები მის შესახებ დაუშვებელია. ადამიანური წარმოდგენებით ჩვენ ვერანაირად ვერ მივალთ ჭეშმარიტ ღმერთამდე, ამიტომ მხოლოდ ის უნდა მივიღოთ, რაც ღმერთმა გამოგვიცხადა და რაც მან თვითონ გვითხრა თავის თავზე და თავის განკებულებაზე. არამართებული დამოკიდებულება, რომელიც ამ წარმოდგენების შედეგად ჩნდება ადამიანში, წმინდა წერილში შეიძლება უცხო ცეცხლის შემოსვის მაგალითს შევადაროთ. აი აქ არის ასეთი მომენტი, როდესაც ძველი აღთქმის ეკლესია დასაძირკვლდება, პირველი მსხვერპლშეწირვა უნდა აღასრულოს მღვდელმთავარმა აარონმა და ის დაიძრება გარე საკურთხევლისაკენ, სადაც სისხლიანი მსხვერპლი უნდა შეწიროს და დალაგებულია აი ამ დაკრული ცხოველის ნაწილები და უნდა მივიდეს აარონმა ცეცხლი უნდა მოუკიდოს ამასო დაწვას და სანამ მივა გზაზე აარონი მანამ ზეციური ცეცხლი გარდამოვა, კიდევ ერთი დაფიქსირება ზეციდან ცეცხლის გარდამოსვლაზე აქ ხდება წმინდა წერილში, ზეციდან ცეცხლი გარდამოვა და მთლიანად შთანთქავს, მთლიანად დაწვავს ამ საკურთხეველზე წარმოდგენილ სამსხვერპლოს, რაც მანიშნებელი იყო იმისა, რომ სწორედ აი ეს მსახურება არის კანონიერი მსახურება, სამღვდელო მსახურება არის კანონიერი და მისაღები მსახურება ღმერთისათვის და შესაბამისად შემდგომ იყო ასეთი მითითება, იყო ასეთი წესი, რომ ყველა მსხვერპლის სწორედ აი აქედან აღებული ცეცხლით უნდა დამწვარიყო, ამ ცეცხლს ინახავდნენ ნაღვერდალში და კანდილში და ყველა მსხვერპლის სწორედ ამ ცეცხლით უნდა დამწვარიყო. თუმცა საუბარია შემდგომ ნადაბისა და აბიჰუს აარონის ორი შვილის მღვდლების, აარონი მღვდელმთავარი იყო და მისი ორი შვილი მღვდლები იყვნენ. მაშინ მღვდლობა მამიდან შვილზე გენეტიკურად გადადიოდა, შთამომავლობითად გადადიოდა და აი ამ ორზე ნათქვამია, რომ უცხო ცეცხლი ჩადეს საცეცხლში და შეიტანეს საკურთხეველთან და უფლის მრისხანება გამოიხატა ამის გამო, გარდამოვიდა ცეცხლი საკურთხევლიდან და დაწვა ნადაბიცა და აბიჰუს. ახლა ჩვენ წმინდა წერილში საკურთხევლიდან ცეცხლის გარდამოსვლის სხვა მაგალითიც აგვაქვს და იქ რომელიც ცეცხლი გარდამოვა საკურთხევლიდან, იქ უკანონო მსახურება ორი სახის არის, კანონიერი მსახურება და უკანონო მსახურება. აი ამ უკანონო მსახურებს დაწვავს მთლიანად, მაგრამ აი ამ პირველ შემთხვევაში, რომელსაც ჩვენ ახლა მაგალითად ვიღებთ, ნადაბსა და აბიჰუს, ანუ აარონის ორ შვილს, ისე დაწვავს, რომ ტანისამოსი არ იწვება, ტანისამოსი მთელი რჩება, ამიტომ ნაწილი მიუთითებს, რომ ეს არ იყო მატერიალური ცეცხლი, ეს იყო არამატერიალური ცეცხლი, რომელმაც კი არ დაწვა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ მოაკვდინა ეს ორი შვილი, ეს ორი მღვდელი, ეს ორი ძე აარონისა და სწორედ იმის გამო, რომ აი ამ ცეცხლის სულიერებაზე აკეთებენ აქცენტს, უცხო ცეცხლის სულიერად განმარტებასაც მიყოფენ ხელს და ამბობენ, რომ ეს უცხო ცეცხლი არის არა ის, რომ სხვა ადგილიდან აიღეს ცეცხლი და არა იმ შენახულიდან, საიდანაც უნდა ყველა მსხვერპლი დამწვარიყო, არამედ უცხო ცეცხლი შეიძლება ნიშნავდეს უცხო ანთებულობასაც, უცხო მხურვალებასაც, ანუ არა იმ მხურვალებას, ამ მხურვალებითაც უნდა წარსდგე ღვთისმსახურების წინაშე, არა იმ ანთებულობას, არა იმ დამოკიდებულებას, ადამოკიდებულებითაც უნდა წარსდგე ღვთის წინაშე, არამედ რაღაცა უცხო დამოკიდებულებას, ადამიანური პარამეტრებით ღვთისმსახურების გაზომვასა და განჟას, რომელიც არ მიიღო ღმერთმა. ამიტომაც აი, როდესაც
ქრისტიანობის არსებს საუბრობთ, ყურადღებას ვაქცევთ სწორედ ამაზე, რომ ჩვენ სიტყვები, სახარებისეული სიტყვები, ვისი სულისანი ხართ, აი ეს სახარებაში ეს სიტყვები სწორედ იმ დროინდელ ორთოდოქსებს ეკუთვნით და ჩვენ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ვიყოთ არა წოდებით, არამედ აზროვნებითა და ცხოვრებით მართლმადიდებლები, რაც თავისთავში გულისხმობს სწორედ იმ ერთგულებას და იმ გზის და იმ სწავლის ერთგულებას, იმ ცხოვრების ერთგულებას, რომელიც მოიტანა და გვასწავლა ჩვენმა მაცხოვარმა. ძალიან დიდი მოაზროვნე ნიკოლოზ ბერდიაევი საოცრად აღნიშნავდა, რომ ყველა სხვა სახეს ქრისტიანობისაგან განსხვავებით მართლმადიდებლობა რჩებოდა ყველაზე ახლოს პირველყოფილ ქრისტიანობასთან, მოციქულ პავლესთან, მოწამეებთან, წმინდანებთან და მთელ ქრისტიანულ სამყაროსთან ერთგულებით ჩვენ გვაქვს ერთნაირი გამოცდილება და განგებულება. ყველა ჩვენს ქრისტეს მიერ ძმასთან ერთგულებით ჩვენი ცოდნა არა მარტო ჩვენი პირადი ცოდნა, არამედ ზეპირადულის და მე ვცხოვრობ არა განცალკევებით, არამედ ქრისტეს სხეულში როგორც ერთიან სულიერ ორგანიზმში. შესაბამისად, ჩემი, შენი, აქაური მართლმადიდებლობისათვის არ არსებობს, მართლმადიდებლობისათვის არსებობს რაღაცა ერთი მთლიანი, რომელიც შემოკრებილია ქრისტეში. მართლმადიდებლობა უპირველეს ყოვლისა ცხოვრების ორთოდოქსიაა და არა სწავლების, როგორც ეს უდიდესი მოაზროვნე აღნიშნავს. ერეტიკოსები მართლმადიდებლობისათვის იმდენად არა ისინი არიან, ვინც სრულ მოძღვრებას ქადაგებენ, არამედ ისინი, ვინც სრულ სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ და სრულ სულიერ გზას მიყვებიან. მართლმადიდებლობა უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს არა დოქტრინას, არა საჯარო ორგანიზაციას, არა საზოგადო ფორმას ყოფაქცევისა, არამედ სულიერ ცხოვრებას, სულიერ გამოცდილებას და სულიერ გზას. ქრისტიანობის არს ის მხოლოდ შინაგან სულიერ ღვაწლში ხედავს. მართლმადიდებლობა ყველაზე უფრო ნაკლებად ნორმატიული და ყველაზე მეტად სულიერი ფორმაა ქრისტიანობისა. ამიტომაც მისი ასეთი სულიერება და იდუმალება ხშირად მისი გარეგანის სისუსტის წყაროს წარმოადგენდა. გარეგანის სისუსტე და თვითგამოვლინების უნარის უკმარისობა, საზოგადო აქტივობისა და თვითრეალიზაციის უნარის უკმარისობა ყველასათვის თვალში საცემი იყო, ხოლო საკუთრივ მისი სულიერი ცხოვრება და საგანძური იდუმალებით მოცული. ასეთი რამ დამახასიათებელია აღმოსავლური სულიერი ტიპისათვის, განსხვავებით დასავლური სულიერი ტიპისა, რომელიც მუდამ აქტუალურია და საჩინოა, მაგრამ ხშირად თავისი აქტიურობით სულიერად გამოფიტული. მართლმადიდებლობას არ ქონია საკუთარი ეპოქა სქოლასტიკისა, მან მხოლოდ პატრისტიკის ეპოქა გადაიტანა და ამიტომაც მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე აღმოსავლეთის ეკლესიის მოძღვრებს ეყრდნობა. ამას დასავლეთი მართლმადიდებლობის ჩამორჩენილობის ნიშნად მიიჩნევს და მასში შემოქმედებითი ცხოვრების უკმარისობას ხედავს, მაგრამ ამ ფაქტს შეიძლება სხვა გააზრებაც მივცეთ. ქრისტიანობა მართლმადიდებლობაში არ ყოფილა ისეთნაირად რაციონალიზებული, როგორც ეს დასავლეთში არისტოტელესა და ბერძნული ინტელექტუალიზმის შეხედულებების დახმარებით მოხდა. დოქტრინებს არასოდეს ენიჭებოდა რაიმე საღვთო მნიშვნელობა და არც ყოფილან სავალდებულო ინტელექტუალურ საღვთისმეტყველო მოძღვრებებზე მიჯაჭვულები, არამედ უპირველეს ყოვლისა აღიქმებოდნენ როგორც მისტიური ფაქტები, ხოლო დოგმათა საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური განშისას გაცილებით თავისუფალი რჩებოდით. აი, ეს დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია მართლმადიდებლობის არსის გააზრებისას, ვინაიდან ჩვენთვის უნდა იყოს საზომი სწორედ ის სწავლება და ის სულიერი ხედვა, რაც მოგვცა ღმერთმა. ჩვენ თავის დროზე საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ უპირისპირდება ჰუმანიზმს გრიგოლ პალამა და უფრო სწორი იქნება ჰუმანიზმი როგორ უპირისპირდება საწყის ეტაპზე წმინდა გრიგოლ პალამას სწავლებას და როგორ წამოწევს წინა პლანზე ის ინტელექტის მნიშვნელობას იმ დროს, როდესაც წმინდა გრიგოლ პალამა სწორედ რომ ინტელექტს დამხმარე საშუალებად მიიჩნევს, ხოლო მთავარ მოქმედად და უმთავრეს პრინციპად ადამიანში ხედავს საღვთო მართლთან ზიარებას, საღვთო მოქმედებასთან ზიარებას, სულიერ ნაყოფებს, სულიერ ცხოვრებას და სწორედ ეს განსაზღვრავს მართლმადიდებლობაში აი იმ ერთობას, იმ ცნობადობას ჭეშმარიტებისას, რომელიც ღმერთმა მოიტანა ადამიანთან. ახლა შევეხოთ რამდენიმე დეტალს, რომელებაც უნდა აი ქრისტიანობის არსი კიდევ უფრო კარგად გამოგვაკვეთინოს. უწინარეს ყოვლისა ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ქრისტიანობა დააარსა არა უბრალოდ ქადაგებელმა ან მოციქულმა, რომელიც მოავლინა ღმერთმა, არამედ ქრისტიანობა დააარსა თავადუფალმა.
ყურადღება მივაქციოთ ამ დეტალს. აი ხომ შეეძლო ნათლისმცემელს ეკადაგა იგივე რაც იკადაგა ქრისტემ. ცხადია შეეძლო, მაგრამ ქრისტიანობის არსი მდგომარეობს არა მარტივად ქადაგებაში, რაღაცა სწავლებაში, არამედ თავად იესო ქრისტეში, რადგან ნათლისმცემლისა თუ სხვათა სიკვდილი ვერაფერს მოიტანდა, ხოლო ქრისტეს სიკვდილმა განაახლა სიცოცხლე. ამდენად ქრისტიანობის არსი არის ქრისტე, რომელიც იმავდროულად არის მსხვერპლი. ორი სიტყვით რო ვთქვათ, ქრისტიანობის არსი არის იესო ქრისტეს ჯვარცმა და აღდგომა. სწორედ ის, რაითაც განიმარტება მთელი ისწავლება, მთელი ის მოძღვრება, რომელიც მოიტანა ჩვენმა მაცხოვრმა. აი, ეს უკვე გასაგებს ხდის, რის გამო ებრძოდნენ განსაკუთრებით იესო ქრისტეს ისტორიულ პიროვნებას. თუ მოხდებოდა და მიაღწევდნენ იმას, რომ იესო ნაზარეველის ისტორიულობას გააქარწყლდნენ, მაშინ ქრისტიანობისაგან აბსოლუტურად არაფერი დარჩებოდა. მისი სწავლება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყო მოყვასის მოყვარული, უნდა ემსახურო მოყვას და ასე შემდგომ, შესაძლებელია ეს სწავლებადაც კი დარჩენილი იყო თავისთავად ცხადია აბსოლუტურად გამორიცხულ რეალობაზე გვაქვს ახლა ამ შემთხვევაში საუბარი, მაგრამ უბრალოდ მიდგომა ათეისტური აი ამ სიმახინჯისა ამას გულისხმობდა, სწორედ ის ებრძოდა არა იმდენად იმას, რაც ასწავლა იესო ნაზარეველმა, არამედ ებრძოდა თვითონ იესო ქრისტეს ისტორიულობის აღიარებას, რადგან თუ კი იესო ქრისტე არ იქნება, მაშინ გაუგებარია ადამიანის ხსნის აი ის რეალობა, რომელიც წმინდა წერილშია გადმოცემული. ქრისტიანობის არსი არის სწორედ იესო ქრისტეში, განკაცებულ ღმერთში, არის მოაზრებული მის გამომხსნელობით ღვაწლში. მთელი მისი სწავლება, მთელი მისი მოძღვრება სწორედ ამას განმარტავს და ამაზე დგას. ამიტომ თუ კი ქრისტეს ისტორიულობა იქნებოდა ამოკვეთილი ადამიანის აზროვნებიდან, მაშინ უბრალოდ ამ რელიგიიდან აღარაფერი დარჩებოდა, მაგრამ სწორედ იესო ქრისტეს ღვაწლი და იესო ქრისტეს აი ის წღვენი, რომელიც მიეცა ადამიანს, ვერანაირად ვერ მოცილდა ისტორიულ რეალობას, ვერ ამოიძირკვა ამ აღსანობიდან და ამიტომაც აი ამ რელიგიის არსენაც ვსაუბრობთ, ხას უსვამთ, რომ მისი არსი გახლავთ იესო ქრისტეს ჯვარცმა და აღდგომა, მისი ისტორიულობა და თავად იესო ქრისტე. თავისთავად ცხადია შეიძლებოდა ნათლისმცემელს, როგორც აღვნიშნეთ, გამოეცხადებინა ღმერთს ნათლისმცემლისათვის და მას წარმოეთქვა ცხან ეტარება და მას ესწავლებინა ლოცვა და ასე შემდგომ, მაგრამ ნათლისმცემლის სიკვდილი არაფერს მოიტანდა. ნათლისმცემლის სიკვდილი არაფერს შეცვლიდა. აი იესო ქრისტეს სიკვდილმა შეცვალა. იესო ქრისტეს სიკვდილმა უკვე მოიტანა ის საოცრება, რომლის შესახებაც ჩვენ არაერთხელ საუბრობდით. მეორე, როდესაც ქრისტიანობის არსებს საუბრობთ და რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, გახლავთ მეგობრებო, ქრისტიანული დოქტრინა, რომელიც არსებითად გაუგონარია და აუხსნელია. ეს გახლავთ სწავლება იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთი გახდა კაცი. ბერძენისათვის ყველაფერი შემეცნებამდე დადიოდა, რომლის თანახმადაც ქვეყნად ყველაფერი თვისებათა ერთობლიობით განისაზღვრებოდა, რაც საგნის არსს, ბუნებას წარმოადგენდა. მაგალითად, თუ კი ყვავილს ექნება ფრთები, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყვავილი აღარ არის, რადგან ყვავილის ბუნება, ანუ ყვავილის თვისებათა ერთობლიობა ქმნის აი ამ ყვავილის ბუნებას და რამდენადაც ამ ბუნებაში, ამ თვისებებში ფრენა არდებს, ამიტომ ყვავილი ვერ გაფრინდება. თუ კი ჩვენ რაღაცა თვისებათა ერთობლიობას შემოვკრიბავთ, რომელშიც ჩავდებთ ფრენის შესაძლებლობას, მაშინ უკვე ყვავილზე ვეღარ ვისაუბრებთ, რადგან თვისებათა ის კრებული, რომელიც ყვავილის ბუნებას წარმოადგენს, ფრენას თავის თავში არ გულისხმობს. რამდენადაც აი აქედან გამომდინარე ღმერთს აქვს თავისი თვისებათა ერთობლიობა, რითაც მისი ბუნება განიმარტება, მაშინ ის ადამიანი ვერ გახდება. ვინაიდან არ ეთვისება ამ ბუნებას, ის რაც ეთვისება ადამიანურ ბუნებას. ამ ბერძნულ ანტინომიაზე წმინდა პავლე მოციქულმა პირველად თქვა: ვქადაგებთ ქრისტეს და ჯვარცმულსა ხურიათა სამეს საცდურ და წარმართა სისულელე. სხვაგვარად რო ვთქვათ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ქრისტიანობის არსზე, საუბრობთ არა ღმერთზე, როგორც ამას ყველა რელიგია აკეთებს და ბუნებრივიცა ასე უნდა შვებოდეს, არამედ საუბრობთ მისდაბაის განკაცებულ ღმერთზე, რომელიც მოვიდა და სრულად მიიღო სრული ადამიანური ბუნება მიიღო. სხვაგვარად რო ვთქვათ, მოხდა რაღაცა ისეთი,
როგორი რაღაცაც ვერც ერთ რელიგიაში და არც ერთ რელიგიაში არ ფიქსირდება. ეს არის ის, რომელიც ქრისტიანობის არსს წარმოადგენს და განსაზღვრავს, კიდევ ერთხელ ვთქვათ, ეს არის განკაცებული ღმერთი. აქედან გამომდინარე, როდესაც ღმერთის ადამიანად მოსვლაზე, ღმერთის განკაცებაზე გვაქვს საუბარი და ის ქრისტიანობის განსაზღვრელად გვაქვს ჩვენ აღიარებული, ყურადღება უნდა მივაქციოთ მისი განკაცების იმ მიზეზს, რის გამოც ღმერთი განკაცდა. აქ თავის ავაცხადი ახლა არ გვაქვს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რა ბიზნით განკაცდა, ეს არის თავის ავაცხადი ადამიანის გამოხსნა და ჩვენ როდესაც მაცხოვრის შობაზე ვსაუბრობდით, ეს დეტალები კარგად განვიხილეთ და ჩამოვაყალიბეთ. უბრალოდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ მაცხოვრის განკაცება ამ რელიგიის კიდევ ერთ მესამე მახასიათებელს წარმოგვიდგენს, რა მახასიათებელი სხვა რელიგიაში არ გვხვდება და ისიც ქრისტიანობის ექსკლუზივს წარმოადგენს. თუკი სხვა რელიგიაში ღმერთი ყოლად სამართლიანი, ყოლად ბრძენიან, თუნდაც ყოლად მოწყალია, მხოლოდ ქრისტიანობამ გააცნო ღმერთი სამყაროს როგორც სიყვარული. დღეს რთულად ეგუება ადამიანი სხვისი სიყვარულის იდეას. ის მაინც ეძებს მიწიერ ნაცვალგებას სამართლიანობის ნიშნით. მაგრამ ღმერთი არ არის ის, რომელიც მხოლოდ სამართლიანია. ღმერთი სამართლიანობასთან ერთად არის სიყვარულიც. როდესაც ის სიყვარულს ავლენს, მისი სამართლიანობა არ მცირდება და პირიქით. როდესაც ის თავისი სამართლით მოქმედებს, ეს სამართალი მთლიანად მისი სიყვარულით არის განსაზღვრული. მეგობრებო, საქმე ის არის, რომ ჩვენ როდესაც ქრისტიანულ ეთიკაზე ვსაუბრობდით, იქ უსვამდით ხაზს იმ დეტალს, რომ სიყვარული ეს არის ქრისტიანული ქცევის მორალური კრიტერიუმის საზომი. რა არის ეთიკური და რა არ არის ეთიკური, რა არის მორალური და რა არ არის მორალური. ქრისტიანობაში ირკვევა სწორედ ამით, რა ჯდება სიყვარულის საზომში და რა არ ჯდება სიყვარულის საზომში. აი, ადამიანს არ აქვს ისეთ საშუალება თავისი ქმნადობადობის ყვალობაზე ერთდროულად იყოს სამართლიანის და მოყვარულის. ის ერთ-ერთს უნდა აძლევდეს უპირატესობას მეორის ხარჯზე, არა მეორის დადგმის და გაუქმების არავითარ შემთხვევაში, არამედ უპირატესობის წარმოჩენის ხარჯზე. მაგრამ, როდესაც ღმერთზე გვაქვს საუბარი, ღვთისმოძღვრება ამაშიც იკვეთება ერთდროულად ის სამართლიანიც არის და სიყვარულიც. მის სამართალში მისი სამართალი სიყვარულით იზომება და მისი სიყვარული ყოლად სამართლიანი. ამიტომაც ხშირად არის, რომ ჩვენ არ გვესმის საღვთო სამართლის, რადგან არ ვიცით რა არის სიყვარული. ჩვენ ველოდებით იმ სამართალს, რომელიც სამართალიც ჩვენთვის არის მისაღები და რა სიმართლითაც ჩვენ გამშვიდით და ჩვენ გადავწყვეტით რაღაცა მდგომარეობას და რაღაცა პრობლემას. იმ დროს, როდესაც ღმერთი თავისი სამართლით მოქმედებს და ეს სამართალი სიყვარულით იზომება. აი, როგორია ეს სიყვარული? რა არის ეს სიყვარული, რომლითაც იზომება საღვთო სამართალი და მისი ყველა მოქმედება? ადამიანს უყვარს სხვა იმ შემთხვევაში, თუ კი ეს სხვა ისეთია, როგორც მას უნდა იყოს. ღმერთს კი ადამიანი უყვარს ისეთი, როგორიც არის. არა მარტო იმ შემთხვევაში, როდესაც ის სათნოებით ცხოვრობს, არამედ იმ შემთხვევაში, როდესაც ის ღმერთს ემტერება, როდესაც უკიდურეს ვნებებშია ჩაფლული, ამ დროსაც უყვარს. სწორედ ისეთი უყვარს, როგორიც არ არის, რომ უნდა იყოს. ჩვენ ცოტა სხვანაირად აგვაქვს. ჩვენ რომ მოგვეწონება და რომ დაგვაყოფილებს, იმის სიყვარულისკენ უფრო მივდივართ და საღვთო სიყვარული სხვა პარამეტრებით იზომება. ქრისტიანობამ ქვეყნად სიყვარულის ახლებული გააზრება მოიტანა, რომელიც თითქმის მთლიანად განსხვავდება ანტიკური წარმოდგენებისაგან. ამიტომაც არის, რომ მთელ რიგ კვლევებში ანტიკური ეთიკა სოციალური ეთიკა ეწოდება. ქრისტიანობა სიყვარულის წყაროდ მიიჩნევს ღმერთს. არც ანტიკურ და არც იუდაურ აზროვნებაში მსგავსი რამ არ ხდებოდა. ამ სამყაროში კი ემსახურებოდა ღმერთს, მაგრამ არ უყვარდათ ის. თუკი წარმართულ სამყაროში ღმერთის სიყვარული წარმოუდგენელი იყო ღვთაებათა ალტერნატივის გამო, იუდაურ სამყაროში ღვთის წინაშე შიშის არსებობა ჩვეულებრივ ნორმად იყო მიჩნეული. რა სიახლეა იმ სიყვარულში, რომელიც ქრისტიანობამ მოიტანა? იუდაიზმმა იცის გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი. როდესაც მაცხოვარი ამას პასუხობს შეკითხვაზე თავარ ცნებასთან დაკავშირებით, მას ეთანხმებიან და არაფერი ახალი მათ არ ესმის. მაგრამ რა არის ქრისტიანობაში სიახლე? ქრისტიანობაში სიახლეა გიყვარდეს მტერი. აი ეს გახლავთ ის, ისი თქმა შეძლო მხოლოდ ქრისტიანობამ. ამის თქმა ვერც ერთმა რელიგიამ ვერ შეძლო. მაგრამ სანამ მტრების შეყვარებას შევძლებთ, გავიხსენოთ, რომ
სიყვარული შეუძლია მხოლოდ ახალ ადამიანს, რომელიც აღასრულებს ახალ ცნებას. ახალ სამცნებასა დაკიტევათ თქვენ, იყვარებოდეთ ურთიერთას. ანუ თუ არ გახდი ახალი ადამიანი, ვერ შეძლებ ამ ცნების შესრულებას. სიყვარულის ცნების შეუსრულებლობა კი მაცხოვრის უყვარებლობა, რადგან მან გითხრა, თუ გიყვარვართ, ჩემ ცნებებს შეასრულებთ. ჩვენ გვიჭირს იმის გაგება და ხშირად მტრის სიყვარულის ცნება საკუთარ თავში განვატავთ, როგორც თქვათ უცხოს პატივისცემას ან სხვაზე ბოროტების გულში არ ჩადებას, სხვისი აზრის პატივისცემას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მართალია ეს უკანასკნელი სათნოებათა რიგში დგანან, მაგრამ ყველა ერთად აღებული მაინც არ არის სიყვარული, ის უფრო სხვა რამეა. როგორ უნდა შევიყვარო მტერი, როდესაც ვიღაცა შორებელიც არ მიყვარს. როგორ უნდა შევიყვარო მტერი, როდესაც შორებელი კი არა, ხშირად ახლობელიც და შეიძლება ოჯახის წევრიც არ მიყვარს. სწორედ ამაშია ის საიდუმლო, რაც ქრისტიანობის არს წარმოადგენს. შეყვარება შემიძლია, როდესაც ხდები ახალი ადამიანი. ვნებებში ჩაფლული, ცოდვებთან წილნაყარი მე ვერ შევიყვარებ. მე მხოლოდ ვნებისაგან თავისუფალი, ცოდვაზე გამარჯვებული, ამაღლებული ამ ყველაფერზე შემიძლია შევიყვარო, რადგან ამ შემთხვევაში მეძლევა მე ამის ძალები. ჩვენ ხშირად შეცდომას უშვებთ იმით, რომ ვცდილობთ შევიყვაროთ სხვა ჩვენი ძალები, ჩვენ არ შეგვიძლია შევიყვაროთ. ჩვენ მხოლოდ ეგოისტური სურვილებით შეგვიძლია ურთიერთობა ვქონდეს სხვასთან და ამას დავარქვათ სიყვარული. არა, ქრისტიანობა გვეუბნება და მისი არსიც ეს არის სწორედ, რომ შენ ვერ შეიყვარებ. უნდა გქონდეს ძალა სიყვარულისა და ამ ძალას გაძლევს ღმერთი. აი ამის მერე შეგიძლია შეიყვარო. შეიყვარო არა ადამიანურად, არამედ შეიყვარო ღვთაებრივად. როგორ უნდა შეიყვარო მტერი, რადგან თუ შეძლო ეს ადამიანური ძალები, ეს წარმოუდგენელია. მაგრამ როდესაც ღვთაებრივი ძალები იწყებს შენში მოქმედებას, როდესაც ხდები ტაძარის სულისა წმინდისა, ეს უკვე სრული რეალობა, რომელიც არაერთმა წმინდანმა ქრისტეს ჩვენი მაცხოვრის შემდგომ არაერთმა წმინდანმა დაადასტურა. მაცხოვარი ბრძანებს, რომელსა უყვარდეს მამა, ანუ დედა, უფრო იჩემსა არ არის იგი ჩემ და ღირს. და რომელსა უყვარდეს ძე, ანუ ასული, უფრო იჩემსა იგი არ არის ჩემ და ღირს. აქედან ჩანს, რომ სიყვარული არ არის მარტო ადამიანური ძალების მობილიზების შედეგად მისაღწევი. სხვისი პატივისცემა ბუნებითად დევს ადამიანში, როგორც ჩანს, სხვისი პატივისცემა არ ყოფილა სიყვარული. ადამიანს უყვარს მაშინ, როდესაც ის ზებუნებრივ ძალას ავლენს. ქრისტიანობისათვის სიყვარული არ არის მხოლოდ დევიზი, ცნება თუ მოწოდება, ეს ცხოვრების წესია და არა თეორიული, არამედ ქმედითი. ის უკვე გვაჩვენა ქრისტემ, ის უკვე დაგვანახა და გვასწავლა ქრისტემ. კიდევ ერთი დეტალი, რაც ქრისტიანობის არსის ამ შემადგენელს განმარტავს, გახლავთ ქრისტიანული სიყვარულის განსაკუთრებულობა. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ქრისტიანობის არსის აი ამ შემადგენელის განმარტებას გვაჩვენებს, გახლავთ ის, რომ ქრისტიანული სიყვარულის განსაკუთრებულობას წარმოადგენს მოყვასი სიყვარული. თუკი ძველი აღთქმის ეკლესიაში მოყვასი ძენი ისრაელისანი იყვნენ, იესო ქრისტემ მოყვასის ცნებას მოუხსნა ყოველგვარი ნაციონალური და ნათესაური საზღვარი და ის ზოგად საკაცობრიოდ აქცია. საიდუმლო სერობაზე მაცხოვარმა თავის მოწაფეებს და მათი სახით ჩვენს გვასალა, ცნებასა ახალსა მიგცემ თქვენ, რაითა იყვარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგეყვარეთ თქვენ, რაითა თქვენცა იყვარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა ვითარმე ჩემნი მოწაფენი ხართ, უკვე თუ იყვარებოდით ურთიერთას. ახალი აღთქმის მიხედვით მოყვასის სიყვარული, რაც უცხოთ მოყვარეობას უკავშირდება, აუცილებელი პირობა ღმერთის შეყვარებისა და შესაბამისად გახტობისა. წმინდა პავლე მოციქული სიყვარულს უზენაეს სათნოებათა შორის აქცევს, როდესაც ბრძანებს ეს სამია: სარწმუნოება, სასვეება და სიყვარული, ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია. ყურადღება მივაქციოთ, რომ როდესაც პავლე მოციქულზე გვაქვს საუბარი, თითქოს და ის მისიონერია და წინა პლანზე თითქოს სწორედ სარწმუნოების ხურვალებასა და ძლიერებას უნდა გადაგებდეს, მაგრამ არა, აი ესეც ექსკლუზივია ქრისტიანობისა, რაც განსაზღვრავს მის განსაკუთრებულობას, მის მახასიათებელს, ესეც გვაჩვენებს რა არის ქრისტიანობის არსი. ქრისტეს მოციქული წმედას, სასვეებასა და სიყვარულს შორის უპირატესობას სწორედ სიყვარულს ანიჭებს და ამით ახასიათებს აი ამ რელიგიას. მეოთხე, რომელიც ქრისტიანობის არსს წარმოგვაჩენინებს, მეგობრებო, გახლავთ ერთგვარი ძალიან საინტერესო შემადგენელი, ეს გახლავთ დამოკიდებულება შიშისადმი.
როგორც ამას ქრისტიანობა განსაზღვრავს. ქრისტიანისათვის შიში ღვთისა უწინარეს ყოვლისა გულისხმობს შიშს იმისა, რომ არ დაკარგოს ღვთის სიყვარული და არა იმისა, რომ ღმერთისაგან მას რაღაცა სასჯელი მიეცემა და ღმერთი მას სამაგიეროს გადაუხდის. რაღაცა მცნების დარღვევა, რაღაცა ცოდვის ჩადენა, რაღაცა სახის დაცემა ქრისტიანში გულისხმობს არა ტრაგედიას, იმ ღმერთი მას არ აპატიებს და ამის გამო მას ღმერთი დაჟეს და პასუხს მოთხოვს. არამედ გულისხმობს ოდარდეობას იმაზე, რომ ამ დაცემამ, ამ ცოდვამ, ამ ვნებამ ის დააშორა ღმერთს. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი მიუთითებდა, რომ როდესაც ადამიანში იწყება ღვთის სიყვარული, არ შეიძლება მან თქვას, რომ ბოლომდე შეიყვარა უფალი. აუცილებელია ნაბიჯ ქრისტეს საგენსვლა, რაც სწორედ შიშით აღესრულება. ამიტომაც შიში ღვთისა გაგებულია წმინდა გასულთან როგორც საჭე ხომალდისა, რომლის ნავსაყუდელიც სიყვარულია. რამდენადაც წარმოუდგენელია გწამდეს ან გჯეროდეს სიყვარულის გარეშე და ამასთან სიყვარულის ზრდა და მისკენ სვლა შიშით ხორციელება, ამიტომ ვენდობით წმინდა მამებს, რომლებიც ერთხმად აცხადებენ იმას, რომ რწმენა შობს ღვთაებრივ შიშს. როგორც კი ჩდება ღვთის შიში, იწყება ღვთის ცნებების შესრულება, ეს ცნებები კი როგორც ვთქვით სიყვარულზე საუბრისას არის შეყვარება უფლისა. რადგან ამ დეტალზე ვსაუბრობთ, ამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შიში ღვთისა ეს არის გამოხატულება იმ ბრძოლისა, რაც ქრისტიანს აქვს ამ ქვეყნად. ადამიანი, რომელიც მიდის ღვთისაკენ, ანუ მიდის ღვთის სიყვარულისაკენ, გზადაგზა მრავალ ვნებასა და აზრს ებრძვის. იმისათვის, რომ ამ ვნებებმა გზა არ გადაუღობოს და არ დაუბრკოლოს, ადამიანს უჩნდება ტანჯვის შიში. სწორედ ამ სახით აღწევს ის ღვთის სიყვარულს და აღასრულებს ცნებებს, რათა დადგულოს, გადალახოს შიში ტანჯვისა, რომელიც მას უღმერთოებით შეიძლება გაუჩნდეს. ძირითადად მამები ორი ტიპის შიშზე საუბრობენ. შიში მარადიული ტანჯვისა, ეს არის პირველი, რასაც აქცევენ ყურადღებას, თუ ეს შიში თავიდან არ ექნება ადამიანს მაშინის დაეკარგება ღმერთს, აი მაგალითად უძღებ შვილს არ ქონდა შიში კეთილდღეობის დაკარგვისა და ამიტომაც თამამად დატოვა მამისეულის სახლი. შიში მარადიული ტანჯვისა იწვევს ზიზღს ცოდვისადმი, როგორც ნეტარების დამკარგველისადმი. წმინდა პეტრე დამასკელი პირდაპირ მიუთითებს, რომ შიშის აი ამ სახის პირველი ნიშანია გეზიზღებოდეს ცოდვა და მრისხანებდე მასზე, როგორც ხეცისაგან დაგლეჯილი მრისხანებს ხეთზე. საოცარი რამ აღმოჩნდა, როგორც ჩანს იმისათვის, რომ იცოდეს სიყვარული, უნდა იცოდეს ზიზღი. ცხადი აქ საუბარია სულის მტრისადმი ზიზღზე. აბა ესაია პირდაპირ ამბობს, რომ ადამიანში ბუნებითად არის ჩადებული ზიზღი დემონისა და ცოდვისადმი და ამ ზიზღის გარეშე ადამიანი ვერ იხილავს სულის დიდებულებას. ეს ბუნებითი ზიზღი ჩვენთვის შეიცვალა მოყარსისადმი არაბუნებრივი ზიზღით, როდესაც ადამიანის ცოდვით დასახიჩრება მოხდა. მაგრამ როგორ უნდა გეზიზღებოდეს, თუ არ გაქვს ნანახი და აქ ქრისტიანობა ამბობს, რომ სწორედ შიში ღვთისა ჩვენ თვალებს გვიხელს და გვიჩვენებს იმას, თუ რა არის ჩვენში ისეთი, რაც ღვთის ნებას არ ღვევს. წმინდა იოანე კი მის აღწერელი ბრძანებს, როგორც ერთი სხივი, რომელიც აღწევს მბლელ ოთახში, ყველაფერს ანათებს და მცირე მტვრის ნაწილაკებიც კი სახილველი ხდება, ასევე ადამიანის გულში შეღწეული ღვთის შიში უჩვენებს მას ყველა ცოდვას. ამის შემდგომ იწყება უკვე საუბარი მეორე ტიპის შიშზე. ეს არის შიში, რომელიც უკავშირდება სიყვარულსა და მომრთხილებას იმაზე, რომ არ დაკარგოს ადამიანმა ის სიყვარული, რომელიც მოიპოვა. ამ შიშს ნიკიტა სტიფატი წმინდა შიშს უწოდებს. თითქოს და ორივე შიშს ერთი მიზანი აქვს. არ დაერღვეს საღვთო ნება, მაგრამ მიზეზი, საფუძველი აქვს სხვადასხვა. პირველი შიშის მიზეზი გახლავს სამუდამო ტანჯვის გამო მოგვრილი ძრწოლა და მეორე შიშის მიზანი გახლავთ სიყვარულის არ დაკარგვა, იმდენად გიყვარს, რომ გეშინია არ დაკარგო ის, რაც მოიპოვე. პირველი არის შიში მონისა, ხოლო მეორე არის შიში მეგობრისა. წარმოუდგენელია მონის შიშიდან მეგობრობის შიშამდე არ მივიდეს ადამიანი და ამიტომაც ქრისტიანობისათვის შიში არის არა უზენაესი წინაშე ძრწოლის საბაბი, არამედ გზა მასთან დამეგობრებისა. სიყვარულისათვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს, ბრძანებს იოანე მოციქული. ამ სიყვარულს მიაღწია წმინდა მამებმა,
თუმცა შიში გააგდეს არა გონებით, არამედ ბადლით, ანუ ისინი გონებრივი ვარჯიშებით კი არ მივიდნენ სიწმინდემდე, არამედ სულიერი ღვაწლით. წმინდა იოანე ოქროპირი პირდაპირ მიუთითებს 1000 გეენიაზე საშინელია იმის წარმოდგენა, თუ 7 უფალი როგორ იბრუნებს პირჩვენგან და გვეტყვის, არ გიცნობ თქვენ, გეენიაზე უფრო ამისი უნდა გვეშინოდეს. ამიტომ, როდესაც ხედავთ აი ამ დამოკიდებულებას, უკვე ჩვენ ხედავთ, რომ მთავარი შიში, მთავარი ობიექტი ამ შიშისა არის არა ძრწოლა, არა ასე ვთქვათ, რაღაცა არაჯანსაღი დამოკიდებულება ღმერთთან, არამედ არის დაუძლეველი სურვილი, არ დავკარგო ჩემი მარადიული სიხარულის წყარო. მეხუთე და რაც უძირეთა და პრინციპულია და რითაც ქრისტიანობა განირჩევა სხვა რელიგიებისაგან, ეს გახლავთ ქრისტიანული დოგმატი აღდგომის შესახებ. ქრისტიანობა ასწავლის, რომ გაღრმობა ეს არის არა ოდენ სულის რაღაცა მდგომარეობა, არამედ ეს არის სულისა და ხორცის, ანუ მთლიანი ადამიანის უმჭიდროესი ერთობა ღმერთთან და შესაბამისად, აი აქ, აი ამ დამოკიდებულებით ქრისტიანობა პირდაპირ ავლენს თავის დამოკიდებულებას მატერიისადმი, სხეულისადმი და მას არავითარ შემთხვევაში არ მიიჩნევს რაღაცა ბოროტებად, მას არავითარ შემთხვევაში არ მიიჩნევს რაღაცა უარსაყოფად და უკუსაგდებად, რადგან ის არის სწორედ ის ქმნილება, რომელიც ღმერთმა მომცა და ქრისტიანობა კიდევ ამითაც გამოირჩევა, რომ ის მატერიისადმი მტრობით არ არის წარმოდგენილი და დახასიათებული. კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, გახლავთ ის, რომ ქრისტიანობის დამოკიდებულება ბოროტებისადმი ამ რელიგიას კიდევ და კიდევ განარჩევს და კიდევ განასხვავებს სხვა რელიგიებისაგან, პანთეიზმისათვის ფერმკვლელდება სხვაობა ბოროტებასა და სიკეთეს შორის და საბოლოოდ ეს ზღვარი ისპობა კიდეც და ის სრულიად უგრძნობი ხდება მთელი ამ მოვლენისადმი, არ არჩევს ერთმანეთისაგან რა არის ბოროტება და რა არის სიკეთე, აქ რაც უფრო უახლოვდები ღმერთს, უფრო მეტად იკარგება განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის. აი პანთეისტურ ამ რელიგიებში მთელი სამყარო ღმერთის ნაწილია და ამიტომაც ბოროტების ხედვა გულისხმობს ღმერთშიც ბოროტების დანახვას. ეს კი დაუშვებელია. ამიტომ საერთოდ ქრება ბოროტების აღქმა, ბოროტების გააზრება და მთლიანად ესე ვთქვათ ისპობა ზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის. ბოროტება მხოლოდ სიმბოლოა, რაღაცა დაბალი სულიერების ადამიანისთვის არის შესამჩნევი, რომელსაც არ იმჩნევს სულიერად დაწინაურებული ადეპტი. ქრისტიანობაში კი ბოროტება სამყაროში გაჩენილი სისუსტეა და მას ღმერთთან არაფერი აკავშირებს. რის გამოა ეს მნიშვნელოვანი? იმის გამო, რომ თუ მე ბოროტებას ვხედავ და მას ვიაზრებ, ვაფიქსირებ, რომ ეს არის ის, რაც ღმერთს ეწინააღმდეგება, მაშინ მე როგორც ქრისტიანი ვიწყებ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას. ანუ ქრისტიანობა გულისხმობს მებრძოლს, მაშინ, როდესაც პანთეიზმში პასიური თქმობაა მომავლისა. ბოროტებისადმი ეს დამოკიდებულება ჩვენ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალამდე მივყავართ, რომელსაც ნაკლებად აქცევენ ყურადღებას მონოთეისტური რელიგიის აღმსარებლები, ვინაიდან ჩვენთვის სწორედ ქრისტიანობაც აი ამ ნიშნით ძალიან განსხვავდება სხვა რელიგიური სწავლებებისაგან. საქმე ეს გახლავთ, რომ ქრისტიანობა კატეგორიულად უარყოფს დუალისტურ შეხედულებას და როდესაც ბოროტებაზე აქვს საუბარი, მისთვის ბოროტება არ არის ის ძალა, რომელსაც უნდა ებრძოლოს სიკეთე. არა, ბოროტება არის ის, რომელიც ებრძვის სიკეთეს. მონოთეისტური აზრი თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ქმნილება, ნამდვილი შემოქმედება მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის და საწყისი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს. საწყისი ორი ვერ იქნება. არ არსებობს კეთილი საწყისი და ბოროტის საწყისი. არსებობს მხოლოდ კეთილი საწყისი. და როდესაც ხდება შემოქმედება, შემოქმედებითი აქტი ხორციელდება სწორედ ამ სიკეთის წყაროდან. ყველაფერი რაც იქნება კარგია, ყველაფერი რაც იქნება სიკეთეა, ყველაფერში დევს სიკარგე და სიკეთე, რადგან ყველაფერს ქმნის ღმერთი. ბოროტება, რომელიც თავს იჩენს, ის არის არა რაღაცა საწყისი, მას აქვს რაღაცა თანასწორობა სიკეთის საწყისთან, არამედ ბოროტება ეს არის ნაკრულევანება სიკეთისა, ისევე როგორც სიბრელი არის ნაკრულევანება სინათლისა. ამ შემთხვევაში სიკეთე და ბოროტება კი არ ებრძვის ერთმანეთს, არამედ ბოროტება იბრძვის სიკეთის წინააღმდეგ და ცდილობს დაამახინჯოს ის რეალობა, რომელი რეალობაც მის წარმოშობამდე ღვთისაგან იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, როდესაც
მონოთეისტური ქრისტიანული კუთხიდან მონოთეისტური ხედვა ხდება სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებაზე. ეს არის არა დაპირისპირება იმის გამო, რომ სიკეთე ვერ იტანს ბოროტებას, არამედ პირიქით იმის გამო, რომ ბოროტება ვერ იტანს სიკეთეს. და ამ დაპირისპირების ბოლო ჩვენ უცხადესად მოგვეცა და გაგვეცხადა გოლგოთის მთაზე, როდესაც ბოროტება სიკვდილის თან დგავს იესო ნაზარელოს ჯვარზე და აი აქ მას კბილები დაემსხროვა, აი აქ ის ბოლომდე შეიმუსრება. რას გულისხმობთ ამაში? ამაში გულისხმობთ იმასაც, იოანე ღვთისმეტყველი თავის სახარების შესავალში მებრძანებს, ნათელი გებდელსაში და ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია. რას ნიშნავს, რომ ბნელი იგი მას ვერ ეწია? ის კი არა, რომ ნათელმა აჯობა ბნელს. არა, ეს მხოლოდ გარეგნული გამოხატულება, არა. ამის არსისეული გააზრება გახლავთ ის, რომ ვერაზოს სიბნელე ვერ აჯობებს სინათლეს, რადგან სინათლეს აქვს მყოფობა და საწყისობა ღმერთში, ხოლო სიბნელეს აი ეს საწყისობა, აი ეს მყარი საყრდენი არ გააჩნია, სუბსტანციური მყოფობა არ გააჩნია და როდესაც ის უპირისპირდება სიკეთეს, და როდესაც ბოროტება უპირისპირდება სიკეთეს, თავიდანვე გარკვეულია, თავიდანვე განსაზღვრულია აი ამ დაპირისპირების შედეგი და რეზიუმე. ვერასოდეს ბოროტება ვერ ძლებს სიკეთეს, რადგან სიკეთე ეყრდნობა ღმერთს, ხოლო ბოროტებას არ აქვს მტკიცე საყრდენი. ის რაც ჭეშმარიტად არსებობს, ის ვერ იქნება დამარცხებული იმისაგან, რომელიც პარაზიტული მყოფობით არსებობს. აუცილებლად სინათლე ძლევს სიბნელეს, აუცილებლად სიკეთე ძლევს ბოროტებას. როდესაც მაცხოვარი ამ ქვეყნად მოდის, როდესაც სინათლე ამ სოფელში შემოდის, თავშივე ბეთლემისეულ აი ამ საიდუმლოებრივ საღამოსავე გარკვეულია შედეგი და რეზიუმე მთელი მისი მოღვაწეობისა. არ შეიძლება სიბნელე მოიცვალოს სინათლე, რადგან მის ბუნებით თვისებებში არ არის ეს. ის აუცილებლად უნდა დამარცხდეს, მან აუცილებლად უნდა დათმოს და სიკეთემ და სინათლემ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, რადგან ბუნებითი თვისება მათ აკავშირებს იმ საწყისთან, რომელიც საწყისაც წარმოადგენს თავად ღმერთი, ძლიერების წყარო. ახლა როდესაც ჩვენ აი რამდენიმე მახასიათებელი კიდე ბევრია, მაგრამ აი ამით შეგვიძლია შემოვიფარგლოთ და რამდენიმე მახასიათებელი შემოვიტანეთ ქრისტიანული რელიგიისა, ყურადღება მივაქციოთ კიდევ რამდენიმე დეტალს, რომლებიც ქრისტიანულ რელიგიას მცდარი კუთხით აღაქვევინებენ ადამიანს და გაუსვათ ხაზი რამდენიმე სიმცნარეს, რომელმაც არ უნდა დაგვაბრიოს და ქრისტიანობა, ასე ვთქვათ, ამაში არ უნდა აგვერიოს. უწინარეს ყოვლისა ამბობენ, რომ ქრისტიანობა არის ძველი აღთქმის გაგრძელება. თავისთავად ცხადია, ჩვენ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი აღთქმის ეკლესია ძველი აღთქმის ეკლესიის ღვთისმსახურებას აგრძელებს, მაგრამ ეს არ ეხება, ასე ვთქვათ, ერთ რელიგიაში მოქცევას ამ ყველაფრისას. უნდა გავიხსენოთ ის დაპირისპირება, რაც ქრისტიანებთან ჰქონდათ ქრისტიანობის ისტორიის დასაწყისში და ის მოთხოვნები კანონთა კრებული, რომელიც წარმოდგენილია ძველი აღთქმის ეკლესიის ძვლის ნაწილში, რომლის შესრულებაც სავალდებულოა სრულყოფილი რელიგიური ცხოვრების საწარმოებლად. თუ ქრისტიანობა მხოლოდ მოთხოვნათა შესრულებად იქცა და ის ღმერთში ადამიანის თვითრეალიზებაში არ გადაიზარდა, თავისუფალ სულში არ აისახა, მაშინ ისევ კანონის ქვეშ დარჩენილა და მაშინ არაფერი შესრულა სინამდვილეში, მაცხოვრებელმა რჯული აღასრულა, ის დაგვანახა მთელი თავისი სისრულით და ამიტომაც მოგვცა სულიერი კანონები, სულიერი რჯული, რომელიც თავისთავად ცხადია რელიგიების ერთობაზე საუბრის საშუალებას უბრალოდ ვერ გვაძლევს. მეორე მცდარი შეხედულება ქრისტიანობაზე არის თითქოს ის გახლავთ ფილოსოფიური ხედვა. ქრისტიანობა როგორც ღმერთზე ახალი მოძღვრების მომცემელი, როგორც განსხვავებული ორიგინალური სწავლების წარმოდგენელი. და ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქრისტიანობის არსი არის არა რაიმე სწავლებაში, ამაში ზნებს თავისთავად ცხადია და მთელი შემდგომი ჩვენი საუბარი ამ სწავლების გააზრებისაკენ იყო მიმართული, მაგრამ პრინციპი, რომლისთვისაც ქრისტიანობა არ არსებობს, ეს დევს სხვებში და არა უბრალოდ სწავლებაში და ფილოსოფია ქრისტიანობისათვის არის დამხმარე საშუალება იმისათვის, რომ მან რაღაცა ინტელექტუალური ძალების შემოკრების შედეგად მთავარი რამეს მიაღწიოს სულიერი ცხოვრებით ღმერთთან ერთობას და სული წმინდის ტაძრად ქცევას. არსებობს ასევე ქრისტიანობის ანამართებული გააზრების ერთი მეთოდი, ადოგმატური ქრისტიანობა, ანუ ქრისტიანობის წარმოჩენა მხოლოდ მორალური, ზნეობრივი მოთხოვნებით. მათთვის მხოლოდ ცხანეტარება მთავარი და ყველაფერი ქრისტიანობაში მასზეა დაყვანილი.
ეს მოძრაობა ფართოდ არის გავრცელებული და მათთვის თავარია ქრისტიანი იყოს წესიერი ადამიანი, ხოლო რას და როგორ იწამებს ეს უკვე მათთან მეორე ხარისხოვანია. ამასთან დაკავშირებით უნდა გავმარტოთ, რომ ზნეობრიობა და სულიერება აბსოლუტურად სხვადასხვა კატეგორიებია. მართალია ისინი ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და ერთმანეთით განიმარტებიან, მაგრამ მაინც სხვადასხვა კატეგორიებია. ზნეობრიობა უკავშირდება ადამიანის მართებულ დამოკიდებულებას გარე სამყაროსთან, რაღაცა ფასეულობათა სისტემასთან, ღვთისშემოქმედებასთან. რასახი შეიძლება იყოს ეს მართებული კავშირი? აქ ოქროს ფორმულა მოქმედებს, არ გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა გაგიკეთო შენ. ზნეობრიობა ადამიანის გარკვეულ ქმედებებს უკავშირდება. მე ხომ უზნეოდ არავინ ჩამთვლის თუ კი რაიმე არაზნეობრივს გავივლებ გულში. ვინ რა იცის აზო ვფიქრობ მე? როდესაც ადამიანის შესახებ საუბრობთ, ჩვენ მის შესახებ დასკვნას ვაკეთებთ სწორედ მისი მოქმედების, სიტყვების მეშვეობით და ვამბობთ, რომ ეს კაცი კარგად მოიქცა ან ცუდად მოიქცა. ვის უწოდებს ზნეობრივ ადამიანს, რომელიც არ კლავს, არ იპარავს, არ ცრუობს, არ ბრუშობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის ზნეობრიობას გამოხატული ქმედებით ვაფასებთ, მაგრამ ვერ ხედავთ რაღაცა მეც, რომელიც ასევე ადამიანს ეხება, ვერ ხედავთ მის შინაგან სამყაროს. სულიერება სხვა რამეს უკავშირდება. შეიძლება მე ვინმეს დახმარება აღმოუჩინო, შეიძლება ფინანსურად ხელი გაუმართო, მაგრამ როგორ მოვიქეცი ამ შემთხვევაში? ცხადია იტყვიან, რომლებიც მხოლოდ გარეგნულ ამოქმედებას შეხედავენ, რომ კარგად მოვიქეცი, მაგრამ სულიერი ასპექტი კითხულობს არა იმას, რა გავაკეთე, არამედ იმას, თუ ეს ყველაფერი რატომ გავაკეთე. შეიძლება ჩემში არსებობს არა კაცმოყვარეობით აღზრული мотиваცია, არამედ სუფთა ანგარებითი პატივმოყვარული. რამდენჯერ გვინახავს ადამიანი, რომელზეც სულ კარგს ამბობდნენ, სულ კარგი კუთხით ჩანდა და უცებ ეს რა ჩაიდინა, ეს როგორ შეეძლო ამას გაეკეთებინა. აღმოჩნდა, რომ ეს სიკეთის მკეთებელი ადამიანი, ეს საოცარი ადამიანი შინაგანად ძლიერ დიდ სიზარსისწყლს ატარებდა, თურმე რის სიკეთება შეეძლო მას. სულიერება ეს ის არის, რაც გარეგნულად არ ჩანს, ის ადამიანის სულში დევს და მისი დანახვა მხოლოდ დიდი სულიერებითაა შესაძლებელი. სახარებაში სულიერ სათნოებად სიყვარული და მოწყალებაა დასახული, რაც სულაც არნიშნავს იმას, რომ შეიძლება ეს სათნოებები გარეგნულად იქნას გამგუჟღავნებული. გაირკვა, რომ შეიძლება ადამიანის ზნეობრივ საქმეებში შადიოდეს, მაგრამ ის არასულიერი იყოს და პირიქით, თუ ადამიანი სულიერია, მაშინ მისი ზნეობრიობა აუცილებლად მართებული მიმართულებით არის დაყვანილი. ამდენად, როდესაც ქრისტიანობას წარმოადგენენ მხოლოდ როგორც რაღაცა ზნეობრივი კანონების ახსოვლებულ სფეროს, ეს კარიკატურაა ქრისტიანობისა და მას არსობრივად არაფერი აქვს საერთო იმ ქრისტიანობასთან, რომელიც სულიერებითაა წარმოდგენილი სახარებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქრისტიანობა იძლევა იმ გასაღებს, იმ ძალას, რომლის საშუალებითაც ადამიანის ზნეობრიობა მართებულად იქნება წარმართული და ის მის პირად ეგოისტურ მიზნებს არ მოემსახურება. დოგმატიკოსი ამბობს, მე ყველაფერს ვაკეთებ, რაღაცა საჭირო. აი აქ კიდევ ერთხელ ჩნდება ფარისეველი ტაძრის შუაგულში და მეზვერე შორს სიწმინდისაგან. ოქროს სიტყვები, რომელიც სულიერების გასაგებად უნდა გვახსოვდეს. ეს გახლავთ ის, რომ წმინდანები დაასტიროდნენ თავიანთ სათნოებებს, როგორც ცოდვებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქრისტიანობაში რაიმე დამსახურებაზე ლაპარაკიც კი არ არის. აქ მე არაფერს ვაკეთებ, მხოლოდ ვიბრძვი. ქრისტე კი წინამძღვრობს და ერთადერთი გზა გამარჯვებისათვის არის ქრისტე. თუ ქრისტემ არ შემიწყენა, მან არ ინება, მე არაფერი გამიკეთებია. აი ეს არის სულიერება და ქრისტიანობა და არა დამსახურება. მე გავაკეთე და მეტი რა არის საჭირო. ახლა ღმერთმაც უნდა გამიკეთოს რაიმე სხვა. ვინ შევიდა პირველად სასუფეველში? ავაზაკი. და რის გამო? რით დაიმსახურა მან ეს? რა გააკეთა? მხოლოდ ის თქვა, რომ ჯერა ჯვარცმულის და სთხოვამასთან ყოფილიყო. ჩანს, რომ ქრისტიანობის არსი გახლავთ ადამიანის სულის გამოსწორებაში, გადასხვაფერებაში და არა მარტივად რაღაცა საქციელების გამოხატვაში. კიდევ ერთი ქრისტიანობის არამართებული გააზრება გახლავთ მისი გაგება როგორც რაღაცა პოლიტიკური თუ სოციალური მოძრაობისა. არსებობს აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ქრისტიანობა არის რელიგია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების ისეთად გარდაქმნა, სადაც ის ქვეყნად კეთილის მოწმედ იქცევა. მათი აზრით ყველა ქრისტიანული დოგმატი თუ მორალი მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ ადამიანი ქვეყნად კეთილის მყოფელი იყოს. ქრისტიანობა მოუწოდებს უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად. კი ბატონო მოუწოდებს, მაგრამ როგორ? ამბობენ, აი ქრისტემ შოლტის შექმნა და ვაჭრები გაყარა ტაძრიდან.
სხვაგვარად ვთქვა, ძალა გამოიყენა. შესაბამისად, მათი აზრით სოციალური სამართლიანობისა და მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად ყველა ფორმა დასაშვებია. ვერსად ახალ აქტში ვერ ვნახავთ მგონათმფლობელობის წინააღმდეგ გამოსვლას, რომლის დროსაც ახალი აქტის წიგნები იწერებოდა. წმინდა პავლე მოციქული პირდაპირ მიუთითებს, რომ ყოველი მეუფება ღვთისგანაა და მონები თავიანთ ბატონებს უნდა დაემორჩილონ. არამც თუ მოწოდებაა გადატრიალებისაგან, რაღაცა ძალადობისაგან, არამედ კრიტიკაც კი არ არის იმდროიდანი პოლიტიკური და სოციალური წყობისა. გარდა ამისა, მაცხოვარი გვეუბნება, რომ ჩვენ უწინარესყოლისა უნდა ვეძიებდეთ ცათა სასופროს, ხოლო დანარჩენს ყველაფერს ღმერთი მოგცემს ჩვენ. ქრისტიანობამ ადამიანის ძენა მიმართა ადამიანის სნეულების საფუძველისაკენ. რა არის ეს საფუძველი? ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ თავის დროზე. ადამიანში სიყვარულის არარსებობა მისი ცოდვით დაზიანების გამო. სწორედ აქედან წარმოდგება ყველა სოციალური თუ პირადული უსამართლობა. მაცხოვარი გვასწავლის, რომ ვინც პირველია, ის უკანასკნელი იქნება და სწორედ ამის მიღება განაპირობებს ადამიანში ეგოს დაკარგვას და სხვისი ცხოვრებისათვის ცხოვრების დაწყებას. მაცხოვარი გვეუბნება, რომ მონებს კი აღარ გვიწოდებს, არამედ მეგობრებს. წარმოვიდგინოთ, თუ კი აი ეს დამოკიდებულება იქნება ყველასათვის გამსაზღვრელი, როგორ გამოიცვლება ადამიანური ცხოვრება, მაგრამ პრობლემა აბსოლუტურად სხვა რამეშია. პრობლემა ის არის, რომ ადამიანს არ უნდა გამოცვლა, ადამიანს უნდა თავის ცოდვებში, თავის უნებებში ცხოვრების გაგრძელება. და ბოლოს, ბევრია კიდე სალაპარაკო, უბრალოდ რო აღარ გვაძლევს ჩვენ ამის საშუალებას, მაგრამ ბოლოს უნდა ვთქვათ, რომ ქრისტეს ხედვა რამდენიმე სახით შეიძლება ხდებოდეს. ქრისტეს ხედვა შეიძლება ბრბოს თვალებით. როდესაც მხოლოდ რელიგიური გართობა, სასწაულები გაკავშირებს ღმერთთან და არა ჭეშმარიტი რელიგიური კავშირი. ქრისტეს ხედვა შეიძლება პილატეს თვალით, როდესაც გულგრილია ადამიანი ჭეშმარიტებისათვის. რა იარ ჭეშმარიტება? კითხულობს პილატე. მაცხოვარი თითქოს და ამ კითხვას უყურადღებოდ ტოვებს, რადგან პილატეს ტონი პასუხს არ ითხოვს. მან თვითონაც კარგად იცის რა არის პასუხი, თუმცა უკვე გასასვლელისაკენ წასვლას დაეწევა მაცხოვრის პასუხი, რომ მოსული იყო იმისათვის, რომ დაემოწმებინა ჭეშმარიტება, რომ თავად მის წინაშე ედგა ჭეშმარიტება. მაგრამ პილატესათვის ჭეშმარიტება ერთადერთ რამეს გულისხმობს. ის უბრალოდ მისთვის არ არის საინტერესო, მხოლოდ ის აინტერესებს, რაც მის პირად მისდევს მოემსახურება. ქრისტეს ხედვა ხდება იუდას თვალითაც. ღმერთს იმდენად მივიღებ და ვემსახურები, რამდენადაც ის ჩემს ინტერესებს გაიზიარებს. არა იმ ინტერესებს, რომელიც მე მჭირდება, არამედ იმას, რომელიც მე მინდა და მე შევუკვეთავ მას. იუდას თვალით დანახული ქრისტე, ეს არის ღმერთი, რომელსაც კი არ უნდა მოვუსმინო, რომელმაც უნდა მომისმინოს. ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც ვერასოდეს ვერ შემახვედრებს ჭეშმარიტებასთან და ყოველთვის ჩემი ვნებებისა და ჩემი წარმოდგენების ილუზიებში დამტოვებს. და საბოლოოდ, ქრისტეს ხედვა შეიძლება მოციქულების თვალით. მათ საკუთარი სიცოცხლე დადეს ქრისტესათვის. ეს პასკალი ამბობდა, მე მხოლოდ იმ ქრისტიანების ვჯერა, რომლებიც სიკვდილს არ დაერიდნენ. დღეს კი ქრისტეს შესახებ თუ რაიმე სენსაციურ სიტყვის ვინმე, მაშინ შეიძლება რაიმე სოციალური პატივით შეამკონ. მოციქულების დროს სენსაციები ხონორარს არ გულისხმობდა. ისინი იმ სენსაციის გავრცელების გამო, რომელსაც გადაგებდნენ, სიკვდილს ელოდნენ და ამ სიკვდილს თვალებში უშიშრად უყურებდნენ, რადგან ხედავდნენ, რომ ამ სიკვდილის მიღმა იყო დაუსრულებელი სიხარული პარადიულ სამყოფელში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. დღეს ამით დავასრულოთ ჩვენი შეხვედრა. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.